დიდი ტერიტორია ავიღოთ და დაგნარი მაქსიმალურად. მე უკვე ვინ მოკვდება ჩვენიანი პოლიციელი ვიდეა რა აი და რეგიონი. საუბრის ჩანაწერში, რომელიც მედიაში გავრცელდა და რომლის ავთენტურობაც ჯერ დადგენილი არაა, სავარაუდოდ ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობის ერთ-ერთი ორგანიზატორი პაატა ბურჭულაძე და ბაჩო ახალაია ფიგურირებენ. შინაარსის მიხედვით განიხილება 4 ოქტომბრის აქციის სცენარი და სამოქმედო გეგმა. საუბარია სხვადასხვა წერტილებში შეტაკებებზე, სავარაუდო მსხვერპლზე და ქვეყნის გარედან მოსალოდნელ დახმარებაზე. Იფშისთვის უკვე ყველაფერი მზად უნდა იყოს, რომ აწდეს ეგრევე დერტის ერთი თქმა უნდა და დერტის უნდა დაიწყოს. შენ წამოსვლაზე ხო ყველაფერი მოგიფიქრებია? არა, მე სახელმწიფო ვერ გამოვარდა კიდევ სიმაზის ყურა და ეგრე დამიწერეს ემანდებ. თუ იცი რა სიამოვნებით ვიცოდი, ბავშვებში არას, ამა დედას მე ესე 2 საათის 2-ზე უკვე ხაზზე უნდა ვიყოთ ყველა რა. კი, 2-დან უკვე კონტაქტზე. მოსკოვიდან შეაზიარიან ძვების პატრონები ვინცა და მაგუთის თემასაც გამოაგზავნიან მაგაზე არ ვიფიქროთ. ვიჭიტარიელა და სასწაული ხდება, რავი ბიჭებზე თქვენ. სავარაუდო ფიგურანტები ჩანაწერებს არ გამოხმაურებიან. ბურჭულაძე დაკავებულია, ახალაია კი დუმს, თუმცა ჩანაწერს აბსურდი მათმა ოჯახის წევრებმა უწოდეს. ბაჩო ახალაიას ცოლიც და პაატა ბურჭულაძის შვილიც ირწმუნებია, რომ საქმე ფალსიფიკაციასთან გვაქვს და მსგავსი შინაარსის საუბარი არასდროს ყოფილა. ვრცელდება ვითომ ბაჩო ახალაიას და პაატა ბურჭულაძის ჩანაწერი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, თავიდან ბოლომდე ფალსიფიცირებულია. აი 1000% საერთოდ არაა ბაჩოს ხმა. როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ, რომ აი ესე თემებზე უცბად ერთმანეთს დაურეკონ და ტელეფონით ელაპარაკონ, ეს ხო სრული სიგიჟე არის, რასაკვირველია ფალსიფიკაცია არის და თუ არ ვცდები ბოლოში რაც ინფორმაცია ვნახე, ხელოვნური ინტელექტის შექმნილი საუბარი არის. ფარულ ჩანაწერში მოსმენილი მანამდე დედაქალაქის ქუჩებში იხილა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ აუდიო ჩანაწერით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ და შესაბამისად მისი ავთენტურობაც უნდა დადგინდეს. რაზეც არის საუბარი, ეს ყველაფერი ნახეთ უკვე რეალურ ცხოვრებაში, გუში. ხო, ანუ ამას არავითარი დამატებით მტკიცებულება არ ჭირდება, რაც შეეხება თვითონ ჩანაწერს, ამით გამოძიება უნდა დაინტერესდეს. მედიაში გავრცელებული აუდიო ჩანაწერის ავთენტურობას შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე სწავლობს. 4 ოქტომბრის აქციასთან და დესტაბილიზაციის მომზადებასთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიას სახელი პირველად არ გაჟღერებულა. მედიაში აქტიურად იწერებოდა უკრაინიდან საქართველოში ჰექსოგენის შემოტანის საქმესთან მისი კავშირების შესახებაც.